რა ვქნა რომ ბედი არ მწყალობს, არ ვიცი ვის ან რას დავაბრალო. გამარჯობა. მე ვახტანგ მაჭავარიანი ვარ, ადვოკატი. 411 მუხლის მერვე ქვეპუნქტის თანახმად დამარცხებულმა გუნდმა მატჩის შემდეგ თავი მაღლა უნდა ასწიოს. პროფესორო, არ ვიცი რა კომენტარი შეიძლება გავაკეთო აი ამ შეხვედრასთან დაკავშირებით. ძალიან მიჭირს, მაგრამ შევეცდები რაღაცა მაინც მოვყვე. ერთ-ერთი მთავარი რაზეც შემიძლია აქცენტი გავაკეთო და საუბარი დავიწყო დინამო თბილისის პოსტი ერთ-ერთ სოციალურ გვერდზე. თავი მაღლა ბიჭებო, მთავარი გამარჯვებები წინ არის. აი სულ რო ბიჭებს დავანებოთ თავი, აი ამ ბიჭებს რა უნდა უთხრათ, უბრალოდ რა უნდა დავაბრალოთ, ხო რაც გააკეთეს, ისიც ხო კარგი და რაღაცა ისტორიული შედეგივით გამოვიდა, მაგრამ უფრო კარგი იქნებოდა რომ მე-16 ფინალში გავსულიყავით. მაგრამ შენ რო გამოდიხარ აქ და იძახი რომ აი დიდი გამარჯვებები წინ არის, აი რომელ გამარჯვებაზე მესაუბრები? აი უბრალოდ ვერ ხვდები, ევროტურნირზეც ვერ გახვედი წელს. კაი, ახალგაზრდული გუნდია და შეიძლება ამათ ის არ ეხებათ, მაგრამ რა ვიცი, ოდესმე რამე გაგვიკეთებია? აი ამ ფრაზას რომ მეუბნები, რისი იმედი უნდა მქონდეს მე შენი? შენი მთავარი мотиваცია ახლა არის ის, რომ ეს ფეხბურთელები ცოტა გამოაჩინე და მომავალი სეზონიდან გაყიდე. ეს ფეხბურთელები მომავალ წელს დარწმუნებული ვარ, არც ერთი არ იქნება ამ გუნდის სასტარტო შემადგენლობაში. აი არც ერთ საფეხბურთო კლუბს ფეხბურთელის ტრანსფერზე უარს არ ეუბნები, რომელ დიდ გამარჯვებებზე საუბრობ. აი უბრალოდ არ გწხვენია? აი უბრალოდ ხო ისი რომ შენც მაგარ დიდ ტყუილს იძახი ახლა, მაგას რო ამბობ, თავი მაღლა აწიეთ ბიჭებო, წინ დიდი გამარჯვებებია. ამ ბიჭებს მე დარწმუნებული ვარ მართლა ექნება დიდი გამარჯვებები, მაგრამ არა თბილისის დინამოსთან ერთად. ეს გამორიცხულია. ეს არ არის ჩემი გადაწყვეტილება, ეს არის შენი გადაწყვეტილება, თქვენი გადაწყვეტილებაა ეს რომ ასე იყოს. თქვენ გაქვთ ეგ პოლიტიკა, ანუ რომ ფეხბურთელი რომელიც ოდნავ გამოანათებს, ის ფეხბურთელი კლუბში არ გააჩეროთ და გააჩუქოთ. ხო, რაც შეეხება უშუალოდ ამ ორ მატჩიან დაპირისპირებას, იმათვის ვამბობ, ვინც ვერ ერკვევით და ნაკლებად ერკვევით ფეხბურთში. ორივე შეხვედრა დინამო არენაზე გაიმართა გასაგები მიზეზების გამო, იცით რომ ბელარუსის კლუბებს არ აქვთ უფლება რომ სახლში ჩაატარონ შეხვედრები. პირველ შეხვედრაში მინსკის დინამო იყო მასპინძელი და დინამო თბილისმა 2-0 გაიმარჯვა ეს შეხვედრა და ამ შეხვედრაში მაყურებლები ვერ ესწრებოდნენ, ხოლო რაც შეეხება განმეორებით შეხვედრას, ის დღეს გაიმართა, მაყურებლი თურთ, მართალია მცირე რიცხვოვანი მაყურებელი, მაგრამ მაინც 0-2 დამარცხდა თბილისის დინამო, ძირითად დროში და შემდეგ უკვე 11 მეტრიანების სერიაში გამოვარდით. სულ ეს იყო. მეტი ზღაპრებისთვის გამოიწერე გვერდი და